მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო. არასამთავრობო ორგანიზაცია ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანიასთან ერთად წარმოგიდგენთ გადაცემას მართლმსაჯულება. ჩვენი გადაცემა გადის ყოველ სამშაბათს 21 საათზე და 30 წუთზე. დღევანდელი დღის ჩვენი გადაცემის თემა არის საოჯახო სამართალი. ამისათვის ჩვენ გადაცემაში მოვიწვიეთ ადვოკატი ქალბატონი ნანა ფრიდონაშვილი. მოგესალმებით ქალბატონო ნანა. მოგესალმებით. პირველი კითხვა რაც მინდა დაგისვათ ამ საოჯახო სამართალთან დაკავშირებით, ოჯახი ყოველთვის იწყება ქორწინებით. რას ნიშნავს ქორწინება და დაქორწინებისათვის რა აუცილებელი წინაპირობები უნდა არსებობდეს? თქვენ თვითონ ბრძანეთ დასაწყისშივე რა არის ეს ქორწინება. ქორწინება არის ორი ადამიანის, ქალის და მამაკაცის სურვილი, შექმნან ოჯახი, რომელიც ეს ოჯახის შექმნა უნდა დარეგისტრირდეს შესაბამისი წესით სამოქალაქო რეესტრში. ქორწინებისათვის აუცილებელი პირობა სურვილი არის, აუცილებელი პირობაა, რომ ეს ოჯახის მიზნით ხდებოდეს ეს კავშირი, თუმცა ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც არის ფიქტიური ქორწინება. ვფიქრობ, რომ ეს ადრე უფრო აქტუალური იყო ვიდრე დღეს ნაკლებად, იმიტომ რომ მეტნაკლებად უკვე გაერკვივლნენ ადამიანები იმაში, რომ განქორწინებას, როგორც თქვენ დასაწყისში ბრძანეთ, შემდგომში ძალიან ბევრი პრობლემა მოყვება, ნდობის ხარისხიც ნელ-ნელა იკარგება ადამიანებს შორის და ამიტომ აი ამ ფიქტიურ ქორწინებას დღეს მე მგონი უკვე უფრო თავს არიდებდნენ ვიდრე ადრე, განსაკუთრებით აი ეს საბჭოთა პერიოდში, როდესაც რაღაცა ამით ხდებოდა ჯარიდან რომ თავი აერიდებინა ადამიანს, ჯარში არ წასულიყო, ან რაღაცა ეს ფიქტიური ქორწინება ჭირდებოდა, იმიტომ რომ ბინა მიეღო და ასე შემდეგ. იყო 1000 ასე ვთქვათ მიზეზი, რისთვისაც შეიძლებოდა ეს ფიქტიური ქორწინება მომხდარიყო. თუმცა დღეს უკვე ნაკლებად აქტუალურია ეს და ასე ვთქვათ, ხვდებით რეალურ ქორწინებას. ოღონდ რაც თქვენ ბრძანეთ, ამ ქორწინების პერიოდში ადამიანები ბევრ რამეს არ უფიქრდებიან. ამ ქორწინებისათვის კიდევ ერთ-ერთი აუცილებელი პირობა არის, რომ ეს დასაქორწინებელი პირები უნდა იყვნენ 18 წლისანი, თუმცა შესაძლებელია მათი დაქორწინება თუ უფრო ასე ვთქვათ ახალგაზრდები არიან, 16 წლამდეაც შეიძლება გადაწყვიტონ დაქორწინება. ამ შემთხვევაში უკვე აუცილებელი არის მათი მშობლების თანხმობა და ან წარმომადგენლის თანხმობა. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ მიიღეს ეს შედეგი და ვერ დაქორწინდნენ, ამ დასაქორწინებელ პირებს შეუძლიათ განცხადებით მიმართონ სასამართლოს და სასამართლომ გადაწყვიტოს მათი დაქორწინების საკითხი. ეს მშობლები არ ეთანხმებიან. მშობლები არ ეთანხმებიან ამას. თუმცა ვფიქრობ, რომ აქაც პრაქტიკას თუ გადავხედავთ, მაინდა-მაინც სასამართლოს ჩარევა არ არის ესეთი ხშირი, იმიტომ რომ თუ მოხდა ესეთი რაღაც, რომ 16 წლამდე მიიღეს გადაწყვეტილება, ძირითად შემთხვევაში მშობლები იძლევიან ამაზე თანხმობას და ვთქვათ, ეს ახალგაზრდები ქორწინდებიან. აი ესეთი ერთი პროვოკაციული კითხვა. ქორწინებისთვის ორი ადამიანის ნებაყოფლობითი სურვილი უნდა იყოს. ორი ადამიანის თუ ქალისა და მამაკაცის? ქალისა და მამაკაცის ჯერჯერობით ჩვენი კანონმდებლობა მხოლოდ და მხოლოდ ამას განსაზღვრავს საბედნიეროდ. ხო, ამიტომ ხო, ეხლა ასე ვთქვათ, ნუ რა ვინ ჩამითვლეს ამას антидискრიმინაციულ გამოხტომაში, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენი კანონმდებლობა, მადლობა ღმერთს, მიიჩნევს, რომ ქორწინებისათვის საჭიროა ქალის და მამაკაცის სურვილი და ქალი და მამაკაცი ქმნიან ოჯახს. თუ არასრულწლოვნები გადაწყვიტავენ ქორწინებას, მშობლების თანხმობა არის საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო წყვიტავს. თუმცა მორალურად თქვენ როგორც ბრძანებთ, სასურველია რომ სასამართლოს გარეშე მოგვარდეს ყოველივე. არა, პრაქტიკაში არ არის ესეთი. საქართველოში მაინდა-მაინც ახლა მე მგონი ვერ გავიხსენებთ ესეთ მაგალითს, რომ იქ მშობლებიც არ დათანხმდნენ, ან კანონიერი წარმომადგენელი არ დათანხმდა და ამ დასაქორწინებელმა პირებმა მიმართეს სასამართლოსთან. ეხლა დღეს ასე ვთქვათ, ამ 16 წელს მიუღწეულ 16 წლის, ანუ 18 წელს მიუღწეულ ადამიანებს თუ მაინდა-მაინც მოუნდათ ერთად ყოფნა, პრაქტიკიდან გამომდინარე და დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მაინდა-მაინც არ ჩქარობენ, რომ ეს აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს და ამას უნდა დაერქვას, ასე ვთქვათ, ხელმოწერილი, როგორც
პოპულარულ ენაზე იტყვიან ხელმოწერილი ქორწინება. ამიტომ სასამართლოსადმი მიმართვა მე ნაკლებად მახსენდება. არის ჩვენი ადაწესებიდან, ცხოვრების წესებიდან გამომდინარე, არსებობს ეგრეთ წოდებული ნიშნობა. რას ნიშნავს ეს ნიშნობა და თუ არის ეს ვალდებულება, რომ შემდეგ შედგეს ქორწინება? ეს ნიშნობა, ვთქვათ, მე მგონი არა მარტო ჩვენთან არის, ვთქვათ, უცხოეთის ქვეყნებშიც არსებობს ესეთი რამე, თუმცა ნიშნობა არ წარმოშობს ვალდებულებას დაქორწინებისას. შეიძლება ნიშნობა შედგეს, ესეც ძალიან ბევრჯერ გაგვიგონია, დიდი ზარზე იმით მომხდარა ნიშნობა, მაგრამ ეს ნიშნობა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ თუ საუბედუროდ მერე ქორწინებამდე არ მისულა. ოღონდ ნიშნობის შედეგად რაც მიიღეს საჩუქარი ქალმა თუ მამაკაცმა, ეს საჩუქარი მერე ბრუნდება. ანუ ის სიკეთეები უნდა დაუბრუნონ ერთმანეთს. ეს რაღაც იმას აგავს თითქოს წინა სახელშეკრულებო შეთანხმებას, კომერციულ ესეთი რაღაცა არის. წინა სახელშეკრულებო შეთანხმებას, თუმცა არ არის ვალდებულება, რომ ხელშეკრულება დაიდოს. არა, ეს არ არის აუცილებელი პირობა, რომ ეს ნიშნობა აუცილებლად უნდა დაგვირგვინდეს მერე შემდგომში ქორწინებით. მაგრამ ისევ და ისევ ჩვენი მაგალითიდან გამომდინარე, საქართველოში მე მგონი ძირითადად ნიშნობა მთავრდება ქორწინებით. ცდილობენ, რომ მერე ეს გადაიზარდოს ქორწინებაში, თუმცა შეიძლება უკვე გარკვეული ანტიპათია იყოს წარმოშობილი, ან რაღაც შემაბკოლებელი გარემოებები იყოს ახალგაზრდებს შორის, ხო? ძალიან სწრაფად ვიღებთ და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მერე ის გადაწყვეტილება შეიძლება აღარ მოგვეწონოს უკვე და ქორწინება სანამ მოხდება, არის თუ არა ვალდებულება, აქ ვალდებულებას უსწორ მორალურად მე ვფიქრობ, რომ ესეც უნდა იყოს, მაგრამ არის თუ არა ვალდებულება მხარეებმა ერთმანეთს აცნობონ ჯანმრთელობის თითოეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დღეს მდგომარეობით აღარ არის ესეთი ვალდებულება, თუმცა ადრე იყო. დღეს მდგომარეობით ესეთი ვალდებულება არ არის, გეთანხმებით, რომ მორალურად რასაკვირველია ადამიანმა უნდა იცოდეს, იმიტომ რომ შეიძლება რომელიმე მათგანს ჰქონდეს ისეთი დაავადება, რომელიც შემდგომში აისახოს გენეტიკურად აისახოს შვილზე, შეიძლება ქმარი ან ცოლი, მომავალი ქმარი და მომავალი ცოლი თანახმა არის, რომ ესეთი დაავადების მქონე ადამიანთან შექმნას ოჯახი, მაგრამ მორალური თვალსაზრისით მართალი ბრძანდებით, იმიტომ რომ თავიდანვე ტყუილით არ უნდა დაიწყო, ხო? ესეთი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება შენ ცხოვრებაში, ოჯახს ქმნი და თავიდანვე ტყუილით არ უნდა დაიწყო და თავიდანვე ალბათ უნდა აუხსნა შენ მომავალ ქმარს თუ ცოლს თუ რაიმე დაავადება გაგაჩნია, თუმცა კანონი არ ავალდებულებს ამას. მაგრამ ამავე დროს არსებობს ეს სამართლის კოდექსის დასჯადია, თუ მაგალითად მე ეს წინასწარი განზრახვა მაქვს, რომ მაინდა-მაინც რა დაავადებაც მე მჭირს და რომელიც გადამდები არის, აუცილებლად უნდა შევყარო იმ ადამიანს, რომელთანაც ვაპირებ ოჯახის შექმნას, ხო? არის ეს ჰეპატიტების სხვადასხვანაირი, არსებობს შიდსი და კიდევ უამრავი დაავადება, რომელიც შემიძლია, რომ ესე თუ მაინდა-მაინც ესეთი რაღაცა ის მჭირს ამ ადამიანის მიმართ, შეიძლება ესეთი რაღაცა მოხდეს. ეს უკვე სისხლსამართლებრივი წესით ისჯება. რა შემთხვევაში არ დაიშვება მხარეთა შორის ქორწინება? თქვენ წეგან ჩამოთვალეთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქორწინება მოხდეს და კი, არსებობს კიდე ხო ასე ვთქვათ, რაც არ შეიძლება, არ შეიძლება იმ შემთხვევაში, რასაც ჯერჯერობით სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს, თუ არის ეს ნათესაური კავშირი არის, ანუ და-ძმას შორის ქორწინება, არ შეიძლება დეიდაშვილ-ბიძაშვილს შორის ქორწინება, არ შეიძლება შვილობილს და მშვილებელს შორის ქორწინება არ შეიძლება. აი ეს შეზღუდვები არსებობს. და თუ უკვე ვინმე ერთ-ერთი მხარე თუ ერთ-ერთი მხარე რასაკვირველია თუ დაქორწინებული არის, ეს თავისთავად ახლა ჩვენ ჯერჯერობით არის. თუ მალავს პიროვნება ალბათ მაყურებელსაც დაინტერესებს, ალბათ სამოქალაქო რეესტრში მოხდება ამის დაფიქსირება ალბათ. რასაკვირველია და შემდგომში დასარეგისტრირებლად იქ უნდა გამოჩნდეს, ხო? რასაკვირველია და ეს ქორწინება შემდგომში უკვე რა თქმა უნდა ბათილია თუ ერთ-ერთმა მხარემ დამალა რომ ის იმ პერიოდშიც არის რეგისტრირებულ ქორწინებაში, როდესაც კვლავ აპირებს და ქორწინებას, თუ არ თქვა ერთ-ერთმა მხარემ,
ბუნებრივია რეგისტრაციის დროს ეს აუცილებლად გამოჩნდება. აი, როდესაც უცხო ეთში აპირებენ დაქორწინება, უცხო ეთი აუცილებლად ითხოვს ამ ინფორმაციას იმ ქვეყნიდან, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არის ის ადამიანი. ითხოვს და აქ სამოქალაქო რეესტრი გასცემს ამის თაობაზე ინფორმაციას, ეს ადამიანი იმყოფება თუ არა ქორწინებაში და ამის შემდეგ ხდება იქ ამ ქორწინების დარეგისტრირება. ჩვენები თუ ითხოვენ, თქვენ როგორ იცით? ჩვენები ესეთი პრაქტიკა არ არის, ალბათ ჩვენთან მაინც ნდობაზე არის და მერე თუ მაინდა-მაინც უკვე დარეგისტრირების დროს ეს გაირკვევა. და უკვე რეგისტრირებული ქორწინება რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს? რეგისტრირებული ქორწინება რო შეწყდეს, ამისა ერთი შემთხვევა არის ის თუ ერთ-ერთი მხარე ცოლი ან ქმარი გარდაიცვალა, ეს ქორწინება წყდება იმ გარდაცვალების დღიდანვე. თუ იმ შემთხვევაში გარდაცვლილად გამოცხადდება ადამიანი, აი ამ შემთხვევაში წყდება ქორწინება და არის კიდევ შეწყვეტის სხვა მექანიზმი, რასაც განქორწინება ქვია უკვე. ამ ქორწინებაზე რო საუბრობთ, რა გამახსენდა, იცით? მაგალითად იტალიაში ეკლესიებს აქვთ უფლება მინიჭებული გარდა იმისა, რომ ისე იგი ჯვარს რო წერენ, იქვე ეკლესიაში ხდება ქორწინების მოწმობის გაცემაც, რეგისტრაცია. ნუ ალბათ რაღაცა საჯარო სამსახურის რაღაც ფუნქციებს იღებს თავის თავზე. საქართველოში ეს ასე არ არის. თუმცა ჯვრის წერა ითვლება თუ არა ქორწინებად და არის თუ არა, ეხლა მე ზოგადად ვიცი, მაგრამ ტელემაყურებლებს რო უთხრათ, ჯვრის წერა ითვლება თუ არა ქორწინებად და მხოლოდ ჯვრის წერა თუ არის საკმარისი, რომ ითვლებოდნენ ახალგაზრდები ცოლ-ქმრად. სამოქალაქო კანონმდებლობით არ არის საკმარისი. ჯვრის წერის შემთხვევაში ჯვრის წერა, რა თქმა უნდა, ღვთის წინაშე ეს ფაქტობრივად მით უმეტეს მორწმუნე ადამიანებისათვის სავალდებულო არის. სამწუხაროდ ჩვენთან ისეთი ზოგ შემთხვევაში არ ვიქნები ესეთი კატეგორიული, ზოგ შემთხვევაში ჯვარს იწერენ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ იციან, რომ ჯვარიც უნდა ქონდეთ დაწერილი, თუმცა ჯვრის წერა, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი საიდუმლოება არის და ეს არის ღვთის წინაშე შექმნილი ოჯახი, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ჯვრის წერის მოწმობა სამოქალაქო წესით დაქორწინებას არ ნიშნავს. ანუ შემდგომში ვალდებულებები ღვთის წინაშე კი. სამოქალაქო კანონმდებლობით არა. და ამ შემთხვევაში ხშირია ასეთი შემთხვევებიც, როდესაც ჯვარდაწერილი ცოლ-ქმარიც, ჯვარდაწერილ ცოლ-ქმარს შორისაც ხდება სამწუხაროდ განქორწინება და აი ამ განქორწინების შემთხვევაში არის, რომ მოგმართავს ადამიანი, რომ მე არა ვარ რეგისტრირებულ ქორწინებაში სამოქალაქო წესით, მაგრამ ვარ ჯვარდაწერილი და აი ვთქვათ, მეკუთვნის თუ არა ქონება განქორწინების შემთხვევაში. სამწუხაროდ არა. არა. სად ხდება განქორწინების რეგისტრაცია? განქორწინების რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს სამოქალაქო რეესტრში და შეიძლება მოხდეს სასამართლოშიც. თუ ორივე მხარე, ცოლის და ქმარი, შეთანხმდნენ იმაზე, რომ კი ბატონო ვიცხოვრეთ გარკვეული პერიოდი ერთად, მაგრამ დღეს აღარ გვინდა ერთად ცხოვრება, აღარაფერი სადაო არა გვაქვს ერთმანეთში, არც ქონებასთან დაკავშირებით, არც საერთოდ არაფერზე აღარ და არც შვილებთან დაკავშირებით, ვინ ვისთან რომელი შვილი რომელ მშობელთან იცხოვრებს, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ძალიან მარტივი გზით მიდიან სამოქალაქო რეესტრში, შესაბამის განაცხადს აკეთებენ და შესაბამის წესით განქორწინდებენ და დარეგისტრირდება ეს განქორწინება. მაგრამ შეიძლება რომ ერთ-ერთი მხარე იყოს თქვათ წინააღმდეგი, შეიძლება ერთ-ერთი მხარეს კონდეს სურვილი ქონების გაყოფის, თქვათ რაღაცა იქ ბავშვების რომელ მშობელთან იქნება ამ საკითხის გადაწყვეტა იყოს მათთვის მნიშვნელოვანი, ამ შემთხვევაში უკვე სასამართლოს მიმართავს ის მხარე ცოლია თუ ქმარი, რომელსაც სურს ეს განქორწინება. შეიძლება თუ არა ესეთი საინტერესო კითხვა ალბათ, თქვათ მეუღლები განქორწინდნენ. შეუძლიათ თუ არა ხელმეორედ ერთმანეთთან დაქორწინდნენ? დასაკვირველია. განქორწინდნენ, არ გაგზავნავს ამას, შეიძლება გავიდეს რაღაცა გარკვეული პერიოდი და ესეც არ არის ის იშვიათი სხვათა შორის, შეიძლება გავიდეს გარკვეული პერიოდი და ამ ადამიანებმა აღმოაჩინონ, რომ კი,
ისევ ერთად ყოფნას ჯობს და ამ შემთხვევაში თავიდან მოხდეს მათი ქორწინების რეგისტრაცია. ამას კანონი არ გრძალავს. ანუ შეზღუდვა არ არის. არ არის შეზღუდვა, არ არის, რომ თავიდან მოხდეს ასე ვთქვათ მათი დაქორწინება. და მხოლოდ ერთმა მეუღლემ რომ მიმართოს განქორწინების სურვილით შესაბამის მარეგისტრირებულ ორგანოს ჩვენ შემთხვევაში ეს არის სამოქალაქო რეესტრი ანუ იუსტიციის სახლი. საკმარისია მხოლოდ ერთი მეუღლის მიმართვა? საკმარისი არის იმ შემთხვევაში, თუ პირი არის, ვისთანაც ითხოვს განქორწინებას ის თქვათ დაკარგულად გამოცხადებული, ან არის მსჯავრდებული და მისი სასჯელი, ხო, 3 წელზე მეტი თუ სასჯელია, ამ შემთხვევაში საკმარისია, თორე სხვა შემთხვევაში აუცილებლად სასამართლოს უნდა მიმართოს. აი ესეთი თქვენ ძალიან საინტერესო ინფორმაცია ბძანეთ, ახლა ძალიან ერთი მომენტია, როცა დაკარგულია, გასაგებია იმას დაკარგულს ვერ შეეკითხებიან მის ნებასურს, მაგრამ ნუ ან თუ გარდაცვალებად არის გამოცხადებული, გასაგებია. კი, მაგრამ ადამიანი ციხეში რო ზის, იმისი აზრი არავის არ არის, მიუხედავად იმისა, თუნდაც 3 წელზე მეტი ხანი ზის, ადამიანი ცოცხალია. აი მიხვდით ხო რას გულისხმობ? მე მგონია რომ ეს არის ერთგვარად შეიძლება უკვე შეზღუდვა, იმიტომ რომ სამოქალაქო რეესტრში მივიდეს და ანუ მისი განქორწინება ფაქტობრივად, ახლა პირდაპირ მნიშვნელობით არ ვაბა, ფაქტობრივად ავტომატურად ხდება, როდესაც მიმართავ, თქვათ, ქმარი არის ციხეში, ან ცოლი არის ციხეში და მიუწევს სასჯელს 3 წელიწადზე მეტ სასჯელს ითვალისწინებს და მისი სასჯელი არის 3 წელიწადზე მეტი, ხო, ერთგვარად ალბათ უფლებები ირღვევა. მაგრამ ჩვეულებრივ სიტუაციაში ხო ისე არ დაარეგისტრირებს თუ მეურის თანხმობაც არ არის. სამოქალაქო რეესტრი არ დააქორწინებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ კანონმდებელმა მაინც გაითვალისწინა ის ფაქტი. მე გეთანხმებით აბსოლუტურად, რომ ეს არის ერთგვარად უფლების შეზღუდვა, პოზიცია მაინც გამომახატინებ, თქვათ, მინდა თუ არა ეს და იქნებ მე მაქვს რაღაც არგუმენტი და ზოგადად მეჩვენება, რომ ცოტა ამორალური არის ეს. იმიტომ რომ ალბათ ყველაზე რთული არის და მე მინახავს ესეთი პატიმრები, როდესაც მათ ციხეში შეიტყვეს, ციხეში ყოფნის პერიოდში შეიტყვეს, რომ განქორწინდა მისი მეუღლე. უფრო მეტად გეტყვით, მე მაქვს გაგებული კი არა მარტო განქორწინდა, არამედ უკვე დაქორწინდა კიდევაც, ხო? ესეთებიც არის და არის თქვათ 16 კვადრატულში გამოკეტილი, აი ამ სივრცეში გამოკეტილი ადამიანისათვის ამ ინფორმაციის მიღება ძალიან რთული არის. მაგრამ ნუ ხა ისევ მორალური კუთხით თუ ვიმსჯელებთ ამ შემთხვევაში მაინც ისევ თავის თავს უნდა დააბრალოს, იმიტომ რომ თავის დროზე არჩევანი მან თვითონ გააკეთა და დროზე კარგად ვერ ამოიცნო ეს ადამიანი, ვისთანაც თუმცა ძალიან ძნელია განკითხვა, იმიტომ რომ არავინ არ იცის ის ადამიანი რა მდგომარეობაშია, როდესაც მისი ერთ-ერთი მეუღლე ქმარია თუ ცოლია აღმოჩნდა სასჯელ ახსურებით დაწესებულებაში და რატომ აღმოჩნდა, ხა ამის განსაზღვრა ძნელია. მაგრამ კანონმდებელმა მეთქი ამას ვამბობ, მაინც ალბათ ეს განსაზღვრა, რომ იმ შემთხვევაშიც კი როდესაც, ნუ ვთქვათ, აი იგივე საპატიმროში მყოფ ადამიანს არ აქვს სურვილი ამისი და არ მიდის სამოქალაქო რეესტრში და არ აკეთებს ერთობლივ განცხადებას, ხო, მეუღლესთან ერთად. ამ შემთხვევაში მხარეს, რომელსაც უნდა განქორწინება, ცოლს ან ქმარს, მიმართავს სასამართლოს, სასამართლო ხო მაინც განაქორწინებს. იმიტომ რომ ეს არის, ეხლაც მესმის ხოლმე მე ძალიან ხშირად, რომ არ მივცემ განქორწინებას. ხო, ესეთი, იმიტომ რომ ის რაღაც იქიდან კომუნისტური იმიდან საბჭოთა პერიოდიდან პერიოდში თუ არ აძლევდი არ განაქორწინებდნენ. ყოველ შემთხვევაში დროში ძალიან იწელებოდა, იმიტომ რომ რაღაცა იქ მეორედ ხდებოდა ამის დაბარება, მესამედ ხდებოდა, ძალიან დიდ დროს აძლევდა სასამართლო და ეს პროცესი იყო გაწელილი და ხა ადამიანს რომელსაც უნდა განქორწინება, იმიტომ რომ უნდა სხვა პირთან დაქორწინება, ხო? რასაკვირველია ამ დროის გაწელვა მასზე დადებითად არ აისახებოდა. ეხლა დღესაც ეს მენტალიტეტი გამოყოლილი აქვს ძალიან ბევრ ადამიანს. აი მე არ მივცემ განქორწინებას. ზოგ შემთხვევაში უნდათ რომ ერთგვარად გაამწარონ ცოლმა ქმარი ან ქმარმა ცოლი და იმიტომ არ მივცემ განქორწინებას. ნუ მისცემ განქორწინებას, კი ბატონო, არ არის სამწუხაროდ, აღარ არის მარტო შეზე დამოკიდებული, იმიტომ რომ სასამართლომ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. და სასამართლო სავარაუდოდ კი გარკვეულ პერიოდს მოგცემს, რომ იქნებ შერიგდეთ, იქნებ თქვენი გადაწყვეტილება არ არის სწორი, მაგრამ ეს არ გაგრძელდება 6 თვეზე მეტ ხანს. და ამიტომ მე საბოლოოდ ახლა მე თუ არ მეცხოვრება ადამიანთან, რომ აიძულებ, რომ გინდა თუ არა იცხოვრეო, ახლა ჩემი უფლებაც ხო იზღუდება ამით, არა? საბოლოოდ სასამართლო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ალბათ მაინც ეს გაითვალისწინა კანონმდებელმა, როდესაც
აი ეს განსაზღვრა, რომ 3 წელზე მეტი თუ აქვს მისჯილი პატიმარს, შეუძლია რომ ერთ-ერთ მხარეს ცოლს ან ქმარს შეუძლია რომ მეორემ მიმართოს სამოქალაქო რეესტრს და მოხდეს ეს განქორწინების დარეგისტრირება. აი სანამ სასამართლომდე მივალთ, თქვენ ძანეთ რომ ერთ-ერთ მეუღლეს შეუძლია მიმართოს სამოქალაქო რეესტრს და მოითხოვოს განქორწინება თუ პიროვნება ვთქვათ დაკარგულად არის გამოცხადებული სასამართლოს ძალით ან გარდაცვლილად. ეგეთები ხო არ. აი თქვათ და დაბრუნდა. ანუ გამოჩნდა დაკარგული პიროვნება, თქვათ რაღაც საომარი მოქმედებების დროს თქვენ იყო ჩავარდნილი, არავინ არ იცოდა და ამ დროს დაბრუნდა. აღდგება თუ არა? აღდგება ეს ქორწინება. გარდა ერთი შემთხვევისა, თუ უკვე დაქორწინებული არ არის ადამიანი, ხო? ამ შემთხვევაში იმ ადამიანმა რაღა დააშავა, ვიზედაც დაქორწინდა, ხო? ამ შემთხვევაში აღარ აღდგება, თუ მაინდა-მაინც სულ სწრაფი არ აღმოჩნდა ის ადამიანი და მეორე და ასე ვთქვათ, მეორე და არ მოახდინა ქორწინების რეგისტრაცია, ამ შემთხვევაში კი ბატონო ის ქორწინება აღდგება. აი სასამართლო, ვთქვათ, სასამართლომდე მიდიან მეუღლეები და თხოვენ განქორწინებას. თქვენ კარგი მაგალითი მოიყვანეთ, ადრე გარკვეულ მეც მახსოვს, გარკვეულ დროს აძლევდა ეს როგორც წესი თვე იყო შეიძლება მეტიც საბჭოთა პერიოდში, მერე კიდე იქნებ შერიგდე და ეხლა არის ეს რამე კანონმდებლობით გაწერილი ამ პრაქტიკა ეხლა. პრაქტიკა ვიცით რომ ესეთი არის ნებისმიერი სამოქალაქო დავის შემთხვევაში ნებისმიერი რა საკითხსაც არ უნდა ეხებოდეს მოსამართლე ყოველთვის გთავაზობს ამას რომ ხომ არ არსებობს რაიმე პირობები, რითაც თქვენ მორიგდებით და აი მე თქვენ მორიგებისთვის გაძლევთ კიდევ ვადას. ეს თითქმის ყველა საქმეზე ხდება რა შინაარსისაც და რა ხასიათისაც არ უნდა იყოს ეს თქვა სამოქალაქო დავის საგანი რაც არ უნდა იყოს მოკლედ. ამ შემთხვევაშიც ბუნებრივია ეს კითხვა ისმევა, როდესაც განქორწინებას ეხება საკითხი და მაქსიმუმ რაც შეიძლება ვადა მისცეს, ახლა 6 თვეზე მეტი ვეღარ. თუმცა შეიძლება ისეთი გარემოებები იყოს, რომ ახლა მოსამართლე არ იქნება ალბათ ამას შეზღუდული, ისეთი გარემოებები იყოს, საერთოდ აზრი არ კონდეს რაიმე შერიგების კი, რასაკვირველია იქ, იმიტომ რომ ახლა თუ არის ისეთი პირობები, რომ მართლა ეს თვალნათელი არის პირველივე სხდომაზე, რომ შეუძლებელია ამ ადამიანების ერთ სივრცეში ყოფნა, რასაკვირველია, ამასაც ითვალისწინებს მოსამართლე და არის ხოლმე კიდევ ვიცით როგორი მაგალითები, რომ აი სასამართლოს თქვათ მიმართავს ერთი მხარე, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ თქვათ აი მეორე მხარე არ არის საქართველოს თორე ორივე თანახმანი არიან განქორწინებაზე, იმან ვერ მოახერხა დროულად რომ თქვათ თავისი წარმომადგენელი ყავდეს, რომელიც მის გარეშე მივა, შესაბამისი რწმუნებულების საფუძველზე და ასევე სამოქალაქო რეესტრში მოხდება განქორწინება და ამ შემთხვევაში შეაქ მხარეს სასამართლოში იმ იმედით და ფაქტობრივად უკვე შეთანხმებით, რომ ის მეორე მხარე შესაგებელს, ანუ პასუხს, ასე ვთქვათ, პოპულარულ ენაზე რო ვთქვათ, პასუხს არ წარადგენს სასამართლოში. ამ შემთხვევაში სასამართლოს აქვს უფლება, რომ თუ შესაგებელი არ არის წარმოდგენილი, დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება და მოხდეს ეს განქორწინება ფაქტობრივად ერთ სასამართლოს სხდომაში. ამ შემთხვევაში არის ესეთი შემთხვევები, როდესაც თანხმდებიან ამაზე. ცოლი და ქმარი, იმიტომ რომ ვთქვათ, ცოლი უცხოეთშია, ქმარი აქ არის, ის ცოლი იქიდან ვერ ახდენს რწმუნებულების დროულად გამოგზავნას, მით უმეტეს ახლა ჩვენ ხო ვიცით ჩვენი რეალობა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დღეს არალეგალად იმყოფება უცხოეთში, მაპურის საშოვნელად, ხო ის ადამიანი ვერ მოახერხებს ახლა რომ იქიდან ხო, იმიტომ რომ ის რწმუნებულება ხო უნდა იყოს შესაბამისი წესით დამოწმებული, ლეგალიზება ჭირდება მას და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ, აი ამ გზას ირჩევენ ხოლმე, რომ კარგი, მოდი მიმართე სასამართლოს, მე ამ შესაგებელს არ წარმოადგენ და იმიტომ რომ მანამდე ბუნებრივია გავლილი აქვს კონსულტაცია, ხო, რომ რა შემთხვევაში შეიძლება სასამართლო მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ეს განქორწინება შემდგომში დარეგისტრირდება სამოქალაქო რეესტრში. აი თუ მოხდა, ისე იგი სასამართლოს ძალით განქორწინება და შესაბამისად მხარეს ხელთ უპყრია მოსამართლის გადაწყვეტილება. საკმარისია ეს განქორწინებისთვის თუ ამის შემდეგ კიდე რამე უნდა გააკეთოს, სადმე უნდა დაარეგისტროს? აუცილებლად უნდა დაარეგისტროს სამოქალაქო რეესტრში ეს განქორწინება,
თორემ სხვა შემთხვევაში არ ჩაითვლები განქორწინებულად, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ კიდევ მოგინდა სხვაზე დაქორწინება, თქვათ რაზედაც წეღავ ვისაუბრეთ და განსაკუთრებით ხო უცხოეთში ვინც აპირებს დაქორწინებას, თქვი რომ აუცილებლად ითხოვენ ამ ცნობას ქორწინების შესახებ, ასეთ სიტუაციაში თუ არ დაარეგისტრირე ეს განქორწინების გადაწყვეტილება, ხო, შენ ითვლები ისევ ქორწინებაში მყოფ პირად. ამიტომ, როდესაც თუ განქორწინება გინდა და განქორწინდი, კეთილი ინებე და დაარეგისტრირე ეს განქორწინება, რომ ჩაითვალე, რომ ხარ არ იმყოფები ქორწინებაში. აი ჩვენ ახლა ჩვენი საუბრის დასაწყისში ვახსენეთ ფიქტიური ქორწინება. აი რა განსხვავება ფიქტიურ ქორწინებასა და რეალურ ქორწინებას შორის? ანუ ეხლა ხო ზღვარი ფაქტიურად ეს მე რას ვფიქრობ, ეხლა ზღვარი წაშლილი, ეხლა ფიქტიური ქორწინება რაღაცა თქვათ არა ისე იგი ოჯახის საერთო მეურნეობის შექმნას არ აპირებდნენ, თქვათ ოჯახის წევრები ან რაღაც სხვა გარიგებისთვის, სხვა გარიგებისთვის ჭირდებოდათ, იმიტომ რომ ჩვენ ხო დასაწყისში ვთქვით, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის სურვილი და ეს რეგისტრაცია ხდება ოჯახის შექმნის მიზნით. ფიქტიური ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით არ ხდება. იქ რაღაცა სხვა მოლაპარაკება არის. ასეთი ქორწინება ბათილია თუ განქორწინება შეიძლება ამაზე? ფიქტიური ქორწინება ბათილია. თუ დადასტურდა და თუ გამოვლინდა რომ ეს ფიქტიური ქორწინება არის, ბათილი არის. ხო, თუმცა თუ ვთქვათ მე განქორწინების წესი ზუსტად ისე გავრცელდება, როგორც ჩვეულებრივი ქორწინების შემთხვევაში. იმიტომ რომ შეიძლება ამ ფიქტიური ქორწინებიდან ჩვენი ერთ დღეს მივიღოთ რეალური ქორწინება შემდგომში. ყოფილა ხო ესეთი მაგალითებიც, რომ კი რაღაცა დასაწყისში რაღაცაზე შევთავაზეთ, მაგრამ შემდგომში რაღაცა წარმოიშვა იქ რაღაცის სურვილი, თუნდაც ოჯახის შექმნის სურვილი, მაგრამ ისევე როგორც რეალური ქორწინება დამთავრდა კრახით. და უნდათ განქორწინება ამ შემთხვევაში გავრცელდება ისეთივე წესი ამ განქორწინებაზე, როგორც ვთქვათ, დასაწყისში რაზედაც ვილაპარაკეთ, რეალური ქორწინება, ქორწინების ანულირება როგორც ხდება. მეუღლეთა შორის რა უფლება მოვალეობებს წარმოშობს რეგისტრირებული ქორწინება? აი დაარეგისტრირდა ეს ქორწილი, მეუღლეთა შორის რა უფლება მოვალეობებია და რას ნიშნავს მეუღლეთა თანასწორუფლებიანობა? თანასწორუფლებიანობა ერთნაირად იღებენ ასე ვთქვათ ოჯახის მართვაში მონაწილეობას, ვთქვათ იქ შეზღუდვები არ არსებობს, შენდაჯექის სახლში მე უნდა ვიმუშაო, არ შეიძლება წახვიდე სადღაც, ანუ თანასწორ მდგომარეობაში არიან და ბუნებრივი არის ეს მოვალეობებიც არის ერთმანეთზე ზრუნვა არის. ერთმანეთზე სრუნვა არის, აქვთ მათ ვთქვათ ეს ვალდებულებაც. ამ შემთხვევაში, თუმცა რაღაცა ცოტა ისე უცნაურად მეჩვენება, რომ ამას რო ჩაგიწერენ, ეს ბუნებრივად უნდა იგულისხმებოდეს, ხო, როდესაც აბარისთვის ქორწინდები თუ იმ ადამიანზე ზრუნვა არ გინდა. თუმცა რაღაცა ისევ ქართული მენტალობიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში გონიათ, რომ მარტო მამაკაცმა უნდა იზრუნოს ქალზე, აუცილებლად ქმარმა უნდა იზრუნოს ცოლზე და ცოლმა რო უნდა იზრუნოს ქმარზე, ეს არა. მე მიმაჩნია, რომ ცოლმა აუცილებლად უნდა იზრუნოს ქმარზე. კი, მეც ასე მიმაჩნია. კი, ერთმანეთზე უნდა იზრუნონ, კი. უბრალოდ არის ხოლმე ოჯახში ისინი რაღაცა თქვათ, რაც ისე იგი ცხოვრების წესიდან გამომდინარე მეუღლე, მამაკაცი აკეთებს ისეთ საქმეებს, რაც საერთო სამეურნეო საქმეებისთვის გამოსადეგია, ну ახლა ბანალურად ვიტყვი, რომ მაგალითად ახლა ოჯახში ლურსმანის მიჭედება და რაღაც თაროს ჩამოკიდება ალბათ უფრო მამაკაცის პრეროგატივა უნდა იყოს, რაღაც მძიმე ნივთი გადაიტანოს, გადმოიტანოს. ეს ქმარი თუ არ აჭედებს ლურსმანს და შეგიძლია ცოლმა რომ ლურსმანი მიაჭედე ეს ლურსმანი, ამის გამო მოდი განქორწინებამდე ნუ მიხვალ. ისევე როგორც თუ ეს ხალი არ არის ესეთი ძალიან ყოჩაღი დიასახლის და შენ რაღაცა უკეთესად გამოგდეს ქმარს, გააკეთე ეს სადილი და ამის გამო ეხლა თავისებური ქმენის ვალდებულებაც არის, რაღაცა უნდა დაუთმონ ერთმანეთს. ხო, ერთმანეთზე ზრუნვა სწორედ ეს არის, ხო? რაღაცა შეიძლება არ გამომდის, რაღაცა შენ გამოგდეს. ეს ქალის საქმეა, ეს კაცის საქმეა, ესე არ უნდა იყოს. ყველაფერი ოჯახს რაც შეეხება, არის ქალის და კაცის საქმე ერთდროულად. ესე იგი ერთ ლურსმანს რო აჭედებენ, მეუღლე მანდილოსანმა ლურსმანი უნდა დაუკავოს და მამაკაცმა უნდა ჩააჭედოს. რაღაცა ესე, ამის გულისთვის ახლა ლურსმნისთვის და იმიტომ რომ ისეთი სადილი ვერ მოამზადა, როგორცაც ზედმეტი მარილი უქნა, ხო რა.
მოდი განქორწინებამდე ნუ მიხვალ. სკანდალის თემა არ უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში. უკეთესად გამოგდის ამ სადილის კიდე ასწავლე ამ შეცოლს და თუ არის სწავლა, მაინდა-მაინც ახლა სხვა რაღაცა პლუსი თუ გააკეთე. აქცენტი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მეუღლეების დადებით მხარეებზე. რასაკვირველია და ნუ მივალთ განქორწინებამდე. პირადად მე ყველაზე ასე ვთქვათ, ნაკლებ სიამოვნებას მაყენებს და მანიჭებს, როდესაც ადამიანები მოდიან განქორწინებისათვის. აი კონსულტაცია რომ უნდა მიიღონ განქორწინებაზე, ეს ნამდვილად არ მანიჭებს სიამოვნებაზე, თან ამას როცა ერთვის კიდევ, იმიტომ რომ ყველაზე დიდი პრობლემა განქორწინებაზე არის ქონების გაყოფა. ქონების გაყოფა, ეს ყველაზე მტკივნეული და აი ესეთი საინტერესო კითხვა. საუბრის დასაწყისში ვთქვით, რომ ეს არის საერთო ოჯახი არის საერთო ორი ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრება საერთო მეურნეობის საწარმოებლად. მეურნეობა თავის თავში გულისხმობს გარკვეული მატერიალურ ფასეულობის ან არამატერიალურ ფასეულობის შექმნას. სანამ დაქორწინდებოდნენ პიროვნებები, ვთქვათ, ქალი და კაცი, მანამდეც ექნებოდა თითოეულ ცალ-ცალკე თავისი ქონება. ეს უკვე ინდივიდუალური. აი, ინდივიდუალური რო არის, რო დაქორწინდნენ, ეს ინდივიდუალური ქონება ხდება საერთო თუ არა? იცით რა არის? ეს რომ საერთო გახდეს, ამისთვის არსებობს შეიძლება იყოს, ვთქვათ, ხელშეკრულება, რაც ნელ-ნელა მე მგონი ხდება აქტუალური. არასდროს არ მეგონა რომ აი ეს ვთქვათ საქორწინო ხელშეკრულება საქართველოში იქნებოდა აქტუალური, მაგრამ როგორც ჩანს უკვე ცოტა პრაგმატულები აღმოჩნდით და ნელ-ნელა ხდება აქტუალური და შეიძლება რომ ეს ინდივიდუალური საკუთრება იქცეს თანასაკუთრებად იმ შემთხვევაში რომ თქვათ ცოლის თუ არის რაღაცა საკუთრება, ინდივიდუალური საკუთრება და ამ საკუთრებამ ქმრის ხელში უფრო მეტი ღირებულება შეიძინა, ანუ გარემონტდა კარგად, რაღაცა მიეშენა, რაღაცა დაეშენა, ანუ ღირებულება მისი გაიზარდა, ეს შეიძლება უკვე იქცეს თანასაკუთრებად. თორე სხვა შემთხვევაში ინდივიდუალური საკუთრება, რაც მე მშობელმა მაჩუქა, ჩემით ვიყიდე, სანამ დავქორწინდი, მე მკვიდრეობით მივიღე, ეს არის ჩემი ინდივიდუალური საკუთრება, რომელსაც განქორწინების შემთხვევაში ვერანაირად ვერ შეეხები, ვერც ცოლის შემთხვევაში და ვერც ქმრის შემთხვევაში. თანასაკუთრება არის მხოლოდ და მხოლოდ ის ქონება, რომელიც ცოლმა და ქმარმა რეგისტრირებულ ქორწინებაში ერთად ყოფნის პერიოდში შეიძინეს. აი ეს არის და ეს იყოფა. ამ შემთხვევაშიც არის რომ აი იცით ხშირად აქვთ ხოლმე ესეთი საკითხები წარმოიშვება რომ როგორ კაცო მე მუშაობდი მარტო და ჩემი შემოსავლით არის ეს ყველაფერი და ეს ახლა იჯდა სახში ქმარია თუ ცოლია შეიძლება 24 საათი მუშაობის რეჟიმში იყავი და ამ მუშაობის შედეგად აქ ეს ქონება შეძენილი და ვთქვათ ცოლი სადილსაც არ აკეთებდა ფეხი-ფეხი გადადებული იყო სახში იჯდა სულ ფეხი-ფეხი გადადებული, მაგრამ ეს მაინც თანასაკუთრება არის, იმიტომ რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში არის შეძენილი. აი ცოტა ამის გაგება და აღქმა უჭირთ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ძალიან მტკივნეული არის ამ ქონების გაყოფა განქორწინების შემთხვევაში. როდესაც უკვე თანამესაკუთრეა და ეს თანამესაკუთრე არ არის სავალდებულო რომ საჯარო რეესტრში ასახული იყოს როგორც თანამესაკუთრე ამ მონაწერში ეწეროს ვთქვათ გინდა ვთქვათ აი ბინის შემთხვევაში რომ ბინა რეგისტრირებული არის ქმრის სახელზე ან ცოლის სახელზე და იქ თანამესაკუთრედ არ წერია ერთ-ერთი მეუღლე ეს მაინც თანამესაკუთრე არის თუმცა იმ მესაკუთრეს შეუძლია რომ დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ნებისმიერ გარიგებაზე წავიდეს ეს ქონება გაასხვისოს გააჩუქოს გაყიდოს და ასე შემდეგ იმიტომ რომ ვთქვათ აქ არ იყო ერთ-ერთი მეუღლის რომელიც თანამესაკუთრედ არ არის ასახული ამ მონაწერში არ იყო მისი ნება გამოხატული ეს ამ გარიგებას ვერაფრით ვერ გააბათილებს მაგრამ რა სარგებელიც მიიღე აქედან აუცილებლად ამ სარგებლის ნახევარი ფულადი თანხის სახით აუცილებლად მერე შემდგომში თუ მან მიმართა სასამართლო ამას აუცილებლად დაგაკისრებს და ისედაც უნდა გადასცე იმიტომ რომ ჩუქების შემთხვევაშიც შეიძლება ვთქვათ ერთ-ერთი მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული კონკრეტული ქონება და ნუ რაღაცა მოუნდა რომ აჩუქა ვიღაცას აჩუქა თუნდაც შულს აჩუქა შენ ასე ვთქვათ შენი ნახევარი აჩუქე კი ბატონო მან დარგიხები მაგრამ ჩემ ნახევარს რო ჩუქნი
ეს უკვე როცა ქორწინებაში იყვნენ მაღაზიები ხო ხო როცა აჩუქებს და მე განქორწინება მოხდება მოპასუხე მეუღლე ვალდებულია ფინანსური კომპენსაცია მაინც გასაგებია ქორწინება შეიძლება განქორწინებამდე არც მივიდეს საქმე და ქორწინებაში მყოფმაც კი მოითხოვოს ეს ესე იგი აუცილებელი არ არის ქონების გაყოფა შეიძლება მოხდეს ქორწინებაშიც ვიყო ანუ განქორწინებამდე არ მივიდე მაგრამ ქორწინებაში ყოფნისას გადავწყვიტოთ რომ მოდი ქონება გავიყოთ ამ შემთხვევაში განქორწინება არ არის აუცილებელი პირობა არ არის აუცილებელი პირობა შეიძლება ძირითადად ალბათ ეს იმიტომ ხდება რომ რაღაც საფრთხეს უკვე მგრძნობ ხალი ვარ თუ კაცი ვარ რომ რაღაცა ხდება ჩემ თავს და შეიძლება ჩემი ოჯახის სიმყარე აღარ არის ისეთი როგორიც უნდა იყოს და ამიტომ თადარიქს წინასწარ ვიჭერ და მოდი ქორწინებაშივე გავყოთ თუ გავქორწინდით გავქორწინდით მაგრამ იქნებ გადარჩეს ოჯახი განქორწინებას მაგრამ ეს არ არის შემაკავებელი არის განქორწინება არ არის აუცილებელი პირობა ქონების გაყოფისა ჩვენი გადაცემის ქრონომეტრაჟიდან გამომდინარე უკვე დრო ფაქტურად ამოიწურა, მაგრამ აი ესეთი ერთ შეკითხვას დაგისვავდით, სანამ დავამთავრებდით გადაცემას. მაგალითად, ხდება ამ ქონების გაყოფა მეუღლეებს შორის, ხო, ვთქვათ, განქორწინები თუ განქორწინების გარეშე. მათ ყავთ ერთობლივი შვილები. იმათ არაფერი არ ერგებათ ამ გაყოფის შედეგად? მაინდა-მაინც დედასა და მამას შორის იყოფა 50-50-ზე? ქორწინების შედეგად ესე არის რომ მეუღლეებს შორის ხდება ქონების გაყოფა, თუმცა სასამართლო აუცილებლად გაითვალისწინებს იმას, რომ თქვათ შვილის ინტერესებს აუცილებლად გაითვალისწინებს, ანუ მარტივად რომ ავხსნათ ეს ბავშვი ვისთან იქნება ძირითადი ნაწილი დედასთან უნდა იცხოვროს თუ მამასთან უნდა იცხოვროს, ამას სასამართლო გაითვალისწინებს. და შეიძლება ზუსტად თანაბრად არ გაყოს. ხო, და ნუ შეიძლება რაღაცა ნაწილით, მაგრამ ის რომ შვილის სახელზე გადავიდეს რაღაც, ესეთი რამე არა, იმიტომ რომ ეს ქონება იყოფა ორ ადამიანს შორის. ცოლსა და ქმარს შორის იყოფა. ისევე როგორც იცით რა, არის კიდევ ხოლმე ესეთი შემთხვევები, რომ თქვათ განქორწინდა განქორწინების ეტაპზე არიან ცოლ-ქმარი, მაგრამ ამ ცოლ-ქმარს არ აქვს თავისი საკუთრება, თანასაკუთრებაც კი არ აქვს, არც ინდივიდუალური, არც და ვთქვათ ცხოვრობენ ისინი ერთ-ერთის მშობლების ოჯახში, ან დედამთილ მამამთილთან, ან სიდეთ რსიმამთან. ამ შემთხვევაში უფრო ძირითადად როცა დედამთილ მამამთილთან ცხოვრობენ, ვერც ერთი ქალი ამას ვერ იგებს, რატომ არ უნდა მიიღოს იმ ქონებიდან წილი. ვერ მიიღებს, იმიტომ რომ ის არის მისი ქმრის და შემდგომში ყოფილი ქმრის მშობლების საკუთრება და სანამ ის მშობლები ცოცხლები არიან, ის შვილიც კი ვერ მიიღებს ვერაფერს, არათუ კიდე მისი ცოლი ან ყოფილი ცოლი. შემდგომში 100 წლის მერე როცა აღარ იქნებიან ეს მშობლები, კი ბატონო მემკვიდრეობით მიიღებს შვილი. განქორწინებული მეუღლე ვეღარ. შვილი და ხო, აი ეს ერთობლივი შვილი. მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ იგებე და სადღაც ალბათ ცოტა უსამართლო არის. მეც ესე მგონია, რომ ცოტა უსამართლო არის, რომ შეიძლება ერთჩვენიერ დღეს ეს განქორწინებული ქალი თავის შვილთან ერთად აღმოჩნდეს ღია ცის ქვეშ. და მე გამიგია შემთხვევები, რომ ეგრეც ყოფილა. არის და ცოტა უსამართლოდ მიმაჩნია ეს, იმიტომ რომ ეხლა ნამდვილად არ მივტირი და არც იმ ხნის არა ვარ, რომ ეხლა რაღაცა ესე ძალიან კარგად საბჭოთა კავშირს ვეტრფოდე და რაღაცა, მაგრამ საბჭოთა პერიოდში იყო, რომ უნდა ხო უზრუნველყო აი ეს განქორწინებული მეუღლე და შვილი საცხოვრებელი ფართით, რაც ეხლა აღარ არის. ხო, და შეიძლება რომ მართლა აღმოჩნდა ღია ცის ქვეშ, რაც ნამდვილად მტკივნეული არის. სანამ არ უზრუნველყოფთი ვალდებულ სასამართლო გავალებდა ეცხოვრათ იმ საცხოვრებელ სახლში გამოუყოფდა კუთხეს მაინც, სადაც ანუ ადამიანს ღამის გასათენებელი ჰქონდა და ეხლა ჩვენ ხო ვაწყდებით თუ ამრავ ადამიანს ხო მოძრაობთ და ხო დავდივართ ჩვენს ქუჩებში და ვიცით ხო და აგერ 1000 ტელეგადაცემაც არის ამასთან დაკავშირებით და რამდენი ადამიანის ისტორია გაგვიგია რომ განქორწინების შედეგად ზოგი სადარბაზოში ათენებს ღამეს, ზოგი მიწისქვეშა გადასასვლელში და ზოგი კიდე რაღაც სარდაფში. იმიტომ რომ არ უზრუნველყო ქმარმა და არ აღმოჩნდა ის კეთილსინდისიერი ადამიანი
თორემ ისე ხა მაინდა-მაინც სასამართლო არ უნდა გავალდებულებდეს ამას და შენ თვითონ უნდა ხვდებოდე რომ შენ შვილს რაღაცა ჭერი უნდა გქონდეს თუ გაქვს მით უმეტეს ამისი შესაძლებლობა. ხო ეს უკვე მორალური საკითხია ცოტა და რაღაცა იქითკენ გადავალთ. მე მინდა შევახსენო ჩემ პატივცემულ ტელემაყურებლებს რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თემებზე საუბრობდით და კითხვებზე პასუხს გვაძლევდა ადვოკატი ქალბატონი ნანა ფრიდონაშვილი. ჩვენ შევხვდებით მომავალ სამშაბათს 21 საათსა და 30 წუთზე. კარგად ბრძანდებოდეთ.